ორი ბიზნესის კეთებისას რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? დასვა კითხვა მარიამ ჭავჭავაძემ და მგონი ძალიან ბევრს აწუხებს მსგავსი კითხვა. და პირდაპირ გეტყვი, შეიძლება არ მოგეწონოს ჩემი პასუხი, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერი მოგწონდეს. განსაკუთრებით მწარე რეალობა და მოემზადე ამ პასუხისთვის. რომ უკვე გაწუხებს მსგავსი კითხვა, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. ეს უნდა აღიარო. რომ შენ შეგეძლოს რამდენიმე ბიზნესის მართვა, ეს კითხვა არ შეგაწუხებდა. ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მაშინ როცა აწარმოებ რამდენიმე ბიზნესს, გადაერთო მხოლოდ ერთი ბიზნესის შენებაზე. იმიტომ რომ გაქვს 24 საათი, იმიტომ რომ შენ ბიზნესის გარდა კიდე გყავს მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, ბიზნესის გარდა სხვა სიამოვნებებიც არსებობს და როცა აშენებ რამდენიმე ბიზნესს, აკლებ ძალიან ბევრ ცხოვრების სფეროს შენს ენერგიას და დროს, რის გამოც ხდები დაუკმაყოფილებელი ადამიანი, რამაც შეიძლება მიგიყვანოს გადაწვამდე და დეპრესიამდე. ერთადერთ შემთხვევაში შეგიძლია რამდენიმე ბიზნესი აწარმოო, როცა ერთი ბიზნესი მიყვანილია ავტომატიზაციამდე და შენი ყურადღება თითქმის არ ჭირდება. მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა, იმიტომ რომ ყოველთვის შეგიძლია ბიზნესში უფრო მეც და მიაღწიო. მე უფრო მივხედავდი აქ ინვესტიციებს, უძრავ ქონებას, მანდ მოვახდენდი ჩემი ფულის დევერსიფიკაციას და აქტიურ ბიზნესში კი დარჩებოდი მხოლოდ და მხოლოდ ერთში. შეიძლება ეს ყველაფერი არ მოგეწონოს ამ ყველაფრიდან, მაგრამ შეგიძლია რა თქმა უნდა გამოიყენოთ ჩემი რჩევები, შეგიძლია საერთოდ არ მომისმინო. მაგრამ თუ ეს კითხვა გაწუხებს, ესე იგი რაღაცა უნდა შეცვალო. შეგიძლია ჩემი რჩევა გამოიყენო, შეგიძლია არ გამოიყენო. წარმატებებს გისურვებ ყოველ შემთხვევაში.